აი ახლოვდება იუმორინას კონცერტები სახელწოდებით იუმორინა 2025. გელით 15 და 16 თებერვალს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. დღევანდელ გადაცემას სწორედ ამ თემაზე საუბრი დავიწყებ და შესაბამისი სტუმრებიც ყავს სტუდიაში. დოდონა ნამორაძე, ბადრი ჩიხიაშვილი, მერაბ სამყურაშვილი, ხვიჩა მაღლაკელიძე, მერაბ გეგეჭკორი, რომან ქერქაძე და დათო ბეკოშვილი. აბატონო. გამარჯობას. გამარჯოს. ჩემო მეგობრებო, ჩვენ დღე-დაღამე ერთად ვართ, იმიტომ რომ ფაქტობრივად, იმიტომ რომ ემზადებით ჩვენი კონცერტის რაღა დარჩა, ხო? ორი კვირა არც კი დარჩენილი და თანაც აი მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ამბავია ჩვენთვის და რაც ყველაზე სასიხარულოა ჩვენი მაყურებელი სწორედ ამ სითბოს და ამ ყურადღებას გვიდასტურებს უკვე 25 წლის მანძილზე საიუბილეო სწორედ ამიტომ არის იუმორინა წელს 2025 წელს იმიტომ რომ 2000 წელს დავიწყეთ ეს ყველაფერი და მეოთხედი საუკუნეა ვდგავართ სცენაზე და მეოთხედი საუკუნეა რაც მაყურებელი ასე თანადგომას გვიცხადებ და თავშივე უღრმესი მადლობა უთხრა ჩვენს მაყურებელს ამ ერთიანობის და ამ სიტყვისთვის. უღრმესი მადლობა თქვენ. ისიც ვთქვათ რომ მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა, იმიტომ რომ აი სხვა მეორე ანალოგის დასახელება გაგვიჭირდება ჩვენს და დარწმუნებული ვარ სხვასაც რომ საკონცერტო სერიალი უწყლეტად 25 წლის მანძილზე თან მუდმივად ანშლაგებით, თან მუდმივად ყველაზე მაღალი სატელევიზიო რეიტინგებით, ნუ აი ეს არის ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი და მართლაც ჩვენი შინაგანი მადლიერება და მღელვარება ყოველი კონცერტის მზადებისას აქედან მომდინარეობს. ერთიც უთხრა ჩვენ მაყურებელს რომ 15 და 16 თებერვალს გაიმართება ჩვენი კონცერტები და ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე ბილეთები.gi აქ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია წარმოდგენილი არტისტების 5-მდენი ვიქნებით სცენაზე ცხადი ყველანი ვერ დავეტეოდით, ამიტომ ეს მხოლოდ ასე ვთქვათ მცირე ნაწილი ვართ წარმოდგენილი და ჩემო ხვიჩა შენ მინდა დაიწყო საუბარი იმის თაობაზე როგორ მოხდი მან და როგორც იმ ფილმშია რამოდენად მადლიერი ვარ ღმერთის რომ გიტარაზე დაკვრა ვისწავლე და გიტარის წყალობით მოვხდი ამ საოცარ პროექტში, რომელიც აი თავი და ბოლომდე ჯანმრთელ გარემოშია შექმნილი და აღმოცენებული, დაბადებული, იმიტომ გასტანა ამდენი ხანი. უდიდესი პატივია ჩემთვის. თავიდან მახსოვს ბათუმელი ვიცი ახლა მას ყველაფერს უყურებდი, ან სახში ტელევიზიით შუქროცა მოვიდოდა მაშინ, ან სამარცხვრო ტაკში, ან მატარებელში გადიოდა ყოველთვის იუმორინა და ჩემთვის ვიჯექი და ვიზუალიზაციას ვაკეთებდი, ეს მოვიდგედი, როგორ ვიდექი მეც ამათთან ერთად ხა ძალიან ქედმაღლურად გამოდის, ამათთან ერთად როგორ ვიდექი მეც სცენაზე და მეც უკრავდი და სანამ იუმორინა დაიწყებოდა, მქონდა აჩემებული ერთი ვიდეოკასეტა, სადაც ატონ ჯემალ ბაღაშვილი უკრავდა თავის ცნობილ ბაღდადურს და აი ეს კასეტა ესე დაგეჭილი იყო თქვა ლენტი ახალგაზრდა მაყურებლებს მინდა უთხრა რომ ადრე კასეტებზე ხდებოდა ეს და იყო ეგეთი დრო ლენტი რო იდოში გადმოახვევდი და ეს ლენტი იმ ადგილას სადაც ბაღდადურს უკრავდა ბატონ ჯემალი გაფუჭებული იყო იმდენი მქონდა გადმონახვევი და სწავლობდი დაკვრას ესე უყურებდი დავაპაუზებდი უყურებდი რომ კაცო მეც ესეთივე გიტარა მაქვს რაც ბატონ ჯემალს არა ხარისხი და ფირმით იმას სხვადასხვა ქონდა ახლა ბატონ ჯემალი საოცარ გიტარაზე უკრავს მე გავარკვიე თურმე კედერის გიტარა ახლა არც ქვეყანა და არც გიტარა გამოდის და იმ პერიოდში რაიმე კარგი თუ შემოდიოდა საქართველოში ძვირფასი ნივთი მაღაზიაში რატომღაც არიგებდნენ რაიონის და სოფლის მაღაზიებში უნივერმაგებში ესეთ მაღაზიებში და იქ უნდა ჩასულიყავდა ჩუმად გამყიდველისთვის 10 მენტი გეჩუქებიდა და იმას გამოგიჩა და გავიგე რომ ასეთივე გიტარა როგორც ბატონ ჯემალს აქვს აი ესეთი ინსტრუმენტი ზუსტად არის ჩემს სოფელში ვანის რაიონ სოფელში ხაშხოში ავტეხე სამში ერთი ამბავი ავკვანტავდი ფეხები არ გიტარა მიგიდებ მიგიძირის გაწო გიტარა სიმშილია და ქვეყანაში არა გიტარა მინდა და ნუ აი შემაწუხებ მთელი ოჯახი როგორია 71 მერის მიცემა გიტარაში მაშინ მამაჩემს ხელფასს ქონდა 101 მანეთი მამაჩემა აი ჯანდაბას ბარე ბებიას მოვინახულობთ და ჩავიდეთ სოფელში და მივედით ამ მაღაზიაში ნახეთ არის ეს ჩემი სანუკვარი გიტარა უტრიალად რა ჩემმა და მამაჩემმა ამ გიტარას უტრიალად და საბოლოოდ ვიყიდეთ ჭაღი. რაციონალური გადაწყვეტილება მიიღეს, ხო? მე მაინც შემჭა იმ ძველი იმ საცოდავ გიტარას ვაგზელებდი ამას ყველაფერს და თან ცდილობდი რომ აი ეს ბგერა ხა პატარა გაკვეთილი ვიდგამობდის ახლა ის ბგერა რაც ხოდა მაშინ ბატონ ჯემალს იმ ინსტრუმენტის სიმის ხმა ჩემს გიტარას რო ამოიღო იგივე ხო უყურებ რო კაცო 100 აიღო აკორდი მეც ავიღე არემ თუ არ ვემხევთ ერთმანეთს თურმე გადაწყობილი აქვს გიტარა ესე იგი რა ხდება თქვენს დამწყები გიტარისტები მეხუთე და მეექვსე სიმი
მოჭიმული აქვს ისე რომ მეხუთე სიმს ამ ხმის ნაცვლად აქვს ეს ხმა და მეექვსე სიმს ამის ნაცვლად ეს ხმა. მოვჭიდე მეც, რომ დაუკრა ბაღდაური, მოდი გააწყდა სიმი. არ ძიმს უშოვე სიმების აიშოვა. აბა მეოთხე დავავი მეხუთეს ნაცვლად. წვალო, მამრიც მოვჭიმა მიწყდება, რომ ძალიან სულ დღეში ვარ. არა ისე უკრავს და ისე მინდა მეც ვაკეთო ის. არ გამომდის არაფერ. რომ გავიდა წლები და მე რომ მოვყავი თავი ამ საოცარ პროექტში. პირველი კითხვა გია რომ გავიცანი, გია მეუთხარი ერთი რაღაც უნდა კითხო. პროფესიონალური კითხვა მაქვს მეუთხარი. აი თქვენ რო უკრავთ მეუთხარი ბაღდადურს და იქ რო ნოტა დო და ნოტა სოლ რო არის მეექვსე მეხუთე მეექვსე სიმ ხო ასია მეოთხე კი ასია მაგაში რა მეფალოთ. ესე იგი მოჭიმული გაქვთ ხო ესე კი ალბათ მეხუთეს ნაცვლად მეოთხე სიმი გაქვს და მეექვსეს ნაცვლად მეხუთე სიმი ხო მეუთხარი ხა ჩემი მოკლედ პატარა ჭკუით რო ალბათ რო არ გაწყდეს. არა ჩვეულებრივი სიმებიაო. კი მაგრამ არ გიწყდებათ მეუთხარი სიმები მეთქი კი გვიწყდებაო და აი არ თავიზე მეთქი ახლა საიდუმლოს უნდა ეხაროს ფარ და უნდა აღმოაჩინო რა შვებით მე რომ გიწყდებათ სიმები. ახალს ვაბრევთ. დიდი საიდუმლოა. აბა კაცო მოვლილი ხოდა სოფლიო სიმი და კარარი მომხოდა. ბათუმს სადახავთ სიმს და გიტარას. ხო, აი იმას გაჩვენებთ ახლა ამდენი ლაპარაკის შემდეგ მუსიკალურად მე რა შემდა მომეხმარო ერთ მომენტში რო გეტყვი ჰოპ ასე თითი დამიდე ამ ორ სიმზე. მე არ გავრისკავ გადაცემაში არ მოუჭერ. მაინც დო და სოლ შევქმნათ ანალოგ სისტემით. რა დაუკარი პირველად იუმორინას კონცერტს დედა. აბა მიდი. წითელი პერანგით რო ვიყავი გამოწყობილი. ჩაიების სოლო. ახლა სასიკვდილო ნომერი. მაი სასიკვდილე მაი. მიდი მერაბ. ჰოპ. დამიდგა აი ეს 4 წლის წინანდელი ძენი გამოსვლა. ვინაცალე, თემა მერაბ. სხვადასხვა მერაბი არის თქვენ შორის ერთადერთი, რომელსაც აბსოლუტურად ყველა იუმორინაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასე რომ რეკორდსმენია ჭრობა და მოგიწეს, მოგიწეს. რამდენი იუმორინაშია მონაწილეობა მიღებული? ყველაში ბატონო. მარტივი. ხო, რაბე დავთვალო, აღარ სად ვითვალო რა. მოგლეთ ეს 25 წელი გასულა. მართლა მადლობა ქართველ მაყურებელს, მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასო, მადლობა ბატონ ჯემას, მადლობა თქვენ ჩემო გიორგი და მადლობა ჩემ თავს რომ მოხვდი აქ და მადლობა ღმერთს. იუმორინა დაწყებულია 1-2 წლის. ეს ის დროა რო ჩაჯდები ავტობუსში და ჩაგითავენ იუმორინას. და მიდიხარ და მოყვება იუმორინას ყველა კონცერტი რომელიც კი ჩატარებულა და ვიყიდე სადგურში ბატონო ბილეთი და მივიდივარ დასავლეთში.
ხალხი ამოდის, ახლა ბუნებრივია წესრიგდება ხალხი და ზოგი ადის, ზოგი ჩადის, დაგდება ესე. ბიჭო, უცებ ამოდის ზია კვირიკაშვილი. მე ვთქვი, ზია სად მიდის? და უნდა წამოვიწიო რომ ზია დაუძახო, აქა ვარ, მერაბი ვარ, სად მიდიხარ? ამე და ზია თქვა და მოტრიალდა ეკალი და არ არის ბიჭო ზია. არ და ერთ-ერთი აი გაჭრილი ვაშლივით ზია კვირიკაშვილი კაც. არ მესალმება, მეც ახლა თავი შევიკავე, არ არის. ეტყობა მე მომელანდა რაღაცა და ეს ქალი ჩემგან ორი სკამით წინ დაჯდა. ვიღაც მანდილოსანი ამობძანდა და დაუჯდა გვერდით. ახლა მათ საუბარი მესმის. გიცანით. გამარჯობათ ქალბატონო მზია. თქვენი ყველა კონცერტი მაქვს ნანახი და გიჟდები თქვენზე მთელი ოჯახი დავჯდები და მარტო თქვენ გიყურებთო. ისე გვიყვარხართ ქალბატონო მზია, მეტი რო არ შეიძლება. რა ბედნიერებაო რომ დღესო ერთად უნდა ვიმგზავროთ. ეხლა ველოდები იმ ქალის პასუხს, გაცო, მართლა მზია და თუ მე ვწდები. ქალბატონო, ბოდიში, მაგრამ მე მზია არა ვარ, მაგული მქვიაო. ბატონო, მეო ტელევიზორი და მზიათი გიცხოვდი, აღა სახში რაც გესახია, რა ვიცი. როგორ შენ მზია არ ხარ კვირიკაშვილი? არა, ქალბატონო, მაგული ვარ და არა ვარ მზია კვირიკაშვილი. ეს ქალი იმდენადაა დარწმუნებული, რომ ეს მზია მოტრიალდა უკან, კაცო, რომ სხვას კითხოს. კაი, მე ვწდები, მაგრამ სხვები ხარ შეცდები. და შევჭი მე. დედა, ეს თქვენ ის არა ხართ კაცო, რაგვარი გეგეჭკორი. თქვენ გეგეჭკორი არ ხართ? აი ეს მზია კვირიკაშვილი არ არის? მე მეკითხება ახლა და მე პასუხს არ მაცილს. რა მოგეგადებათ, ქალბატონო, არც მაგია მზია და არც მე ვარ გეგეჭკორი. გააჩერეთ, ავტობუსით ჩავდივარ, ბატონო. ეს არ ეუბნება მეგონი მე. ესე იგი, ეგეთი მსგავსება გიორგი ბატონო. არ ვიცი რა. მაგრად გავდა სხვა. ახლა წლების განმავლობაში ჩვენ უამრავი ადამიანი შემოგვიერთა და ქალბატონი მზია ახსენა და რა თქმა უნდა ჩვენ უამრავი გვაკლია პირველ რიგში მესაძირკვლეები ბუმბერაზე მსახიობები და პიროვნებები ბატონი გივი ბერიკაშვილი ბატონი კახი კავსაძე გამოგვაკლდა ჩვენი ზურიკო ბერიკაშვილი ჩვენი მამუ კაონაშვილი ზურა დოიჯაშვილი გოგა ოსეფაშვილი სხვები და სხვები მართლა მთელი ცხოვრება ერთად მოვდივარ და ტკივილიც ახლავს ამ ყველაფერს მაგრამ ახლავს კიდევ სხვა რამ რასაც ქვია ახალი მეგობრების შემომადება და უკვე მოასწრო მაყურებელმა არაერთი წელია რაც შეიყვარა ჩვენი რომა ქერქაძე და დათო ბეკოშვილი უკვე იუმორინა შემადგენლობიდან მოდი ჩემო რომა შენ და დათო მოყევით როგორ იყო თქვენი ამბავი იუმორინას სამიმართებაში რა თქმა უნდა დავიწყე მოკლედ გავიხსენებ პირველი იუმორინაზე რომ გამოვდიოდით იგი პირველი იუმორინაზე როცა გამოვედით კოსტუმი მეცვა რომელიც ჩემას სიდედრმა მიყიდა ჩემს ქორწილში ახლა მეორე იუმორინაზე რომ გამოვდივართ უკვე ხო პირველზე რომ გამოვედი მოყვა ამ ყველაფერს მე რესტორნები იქ და ისე მოვიმატე ეხლა ეს კოსტუმი აღარ მერგო ჩაჩანდები და ჩემ ცოლიზმას რომ მისმა სიდედრმა უყიდა მის ქორწილში ჩემი ცოლიზმის კოსტუმი მეცვა ხო და ნენელა მივდივარ მე მატებაში და მესამე იუმორინაზე გამიმართლა და გურული თოვლის ბაბუა ვითამაშე. თორე ახლა რო დავფიქრდი, არც მომიყავი მეორე ცოლის მომყვანი. არ ჩემს სიდედრი იყო მეორე კოსტუმი წინდა. ხო და ახლა უკვე ისე მოვძლიერდი რომ აგერ ჩემი ნაკეთი კოსტუმი მოცვი. მე მიდის ბაბუა. ოჩა. ბატონო და გავიხსენებ კიდევ ბატონოგია იუმორინას ვარსკვლავი გაიხსნა და ახლა იქ ერთად ვიყავით ყველანი და მოგეხსენებათ რომ ქვემოთ როცა ჩავედით უკვე ვარსკვლავის გახსნაზე არის ისეთი ამბავი რომ ძალიან ბევრი ხალხია და აი ახლოს მინდა მისვლა და როგორც იქნა ჩემი დროც მოვიდა რომ მივიდე ვარსკვლავთან და მინდა რომ ნახო დავდგეზეთ სურათები გადავიღო და იქეთ მეუღლეს აბა ფოტო გადამიღე და აბა հետავ დგავარ ახლა უკვე ვარსკვლავზე და მყარად დგევარ და აბა და დახვტივარ აი აბა გადამიღე კი და დავიხარე და ხო ის კომპიტის ის ბრჭყალები და ესენი ის არის ხო დავიხარე და ესე გადავწიო რა ხა ვარსკვლავს მინდა ხა ხაც ხე ვთქვი აი ეს გავაკეთო და გადავწიე ესე დავხედე და ირმა სოხაძე მეორედ გავხსენი ქალბატონინმა მივხვდი ალაზე გადავედი ორი ნაბიჯი და თავიდან ეს დათო შენის გაიხსენე როგორ რეპეტიციობდით გაუთავებლად თქვენ პირველ სკეჩს მოკლედ როგორც ყველასთვის ჩვენთვისაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ბედნიერება იყო თქვენს გვერდით მოხვედრა იმ არაჩვეულებრივ ხალხთან ჩვენს მეგობრებთან უკვე შემდგომში მოხვედრა და ნუ რა თქმა უნდა ყოველ რეპეტიციას განსაკუთრებით ვემზადებით ხოლმე მე და რომა და რადგანაც პირველი იყო ნუ
უდიდესი პასუხისმგებლობით. სადაც მოგვიწევდა თეატრში სპექტაკლს თამაშობდით, შესვენება იყო კულისებში გავდიოდით რეპეტიციას, ერთად ვიყავით, გავდიოდით, სუფრაზე მივდიოდით, ტაქსში ვიჯექით, იქ გავდიოდით, ყველგან ტექსტი რო კარგად გამჯდარიყო ჩვენში და ეს როლი გაგვეთავისებდა და ერთი ესეთი მომენტია ტელევიზიაში. შევედით საპირფარეშოში. საპირფარეშოში რო შევედით, ჩემს გვერდით აღმოჩნდა რომა გავხედე და მეთქი უცებ, აქ დრო არ დავკარგო და დავიწყე ეგრევე. აი გამარჯობა მასწავლე. გაგიმარჯვეთ? აი ინგლისური კომპიუტერი უნარები აქ ისწავლებოდა და აი ესე და შევყევით, კაცო. შევყევით, სულ დაგვაგვიწყდა რეპეტიციას გავდივარ და ვერც კი შევამჩნიე ამ დროს ვიღაცა უკან ჩვენს უკან ვიღაცა შემოსულა. თავის ამბისთვის და გვიყურებს ეს ჩვენ და იმ მომენტშიო რომ აქ რა მოგიყვანა შემაძლან მოტრიალ და ეს კაცი გაოცებული დარჩა და ბულებულმა მოთხოვნილებამ შემოძბავა. შენ ბადლიანო შენ. რა თქმა უნდა, გამოვედით, ეხლა წლევანდელ კონცერტს რაც შეეხება ჩვენ ამის ირგვლივ ვართ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფოკუსირებული. უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ რა თქმა უნდა, ბევრი სიახლე ელოდება ძალიან, ელოდება ახალი სახეებიც, ახალი მუსიკალური იუმორისტული კომპოზიციები და აგრეთვე ის მათთვის ცნობილი საყვარელი ეგრეთ წოდებული ოქროს ნომრები, რომელიც ამ წლების მანძილზე შეიქმნა და ძალიან უყვარს მაყურებელს და უხდება საიუბილეო პროგრამას. ამ 25 წლის მანძილზე ჩემო მერაბ 25 პროგრამა გვაქვს გაკეთებული ქუჩის მუსიკოსებს. 25-ვეს განუყოფელი ნაწილი და სოლისტი ბრძანდები შენ ერთ-ერთი უსაყვარლესი ჩვენი მაყურებლისთვის და რა არის იცი დონ ბაზილიოს არიიდან დაწყებული ესე იგი ძაღლის ყეფითა და ინდაურის ხმით დამთავრებული ყველაფერი გაკეთებული სცენაზე. შენის თქვი მაყურებელი ყველაზე მეტად რას გამოარჩევს ხოლმე და რას აღინიშნავს? აი, კარგად აღნიშნე, შემოგია რომ ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამე მაქვს, რა ვიცი, სალამურზე უკრავ, ნამღერი მაქვს რაღაცა, ესეთი საინტერესო რაღაცები კლასიკურიც მათ შორის. ცეკვა. ხო, ცეკვა მათ შორის. როიალზე დაკვრა და ასე შემდეგ. როიალზე უკრავ, ინდაური როგორ ყვეტა რაღაცები, ეგ არის ყველაზე საინტერესო. თითქოს ხოლმე ეს პატარა ასაკის ესე იგი ბავშვებისთვის არის ხოლმე და რაც შემილი აღნიშნო ის არის რომ მე მყავს ძმა ლევანი რომელიც დღემდე ყველას გონია რომ არის ჩემი ტყუპი ხო და ნუ ყველა აი შენ ის არა ხარ ტყუპის ცალი ტყუპის სალდე უკვე იმდენ ჯერ გავიარე ეს ამბავი რომ აღარ მეწინააღმდეგები და ვინმე შეუწყოს ტყუპი ეს იმიტომ რომ კლონების ნომერი რო ქონდა სადაც შენ და შენი ძმა ერთად გამოდიოდით ერთადერთად ჩაცმული აი ესე აღიბეჭდა მაყურებლის მეხსიერებაში აღიბეჭდა აი ეგ საკმარისი იყო იმისთვის რომ მე ხოლმე ტყუპი საერთოდ აღარ მეწინააღმდეგები მე ყველაზე მეტად მომიწონა ერთად ვართ მე და მერაბი ბათუმის ბულვარში და ერთ-ერთი ხალბატონი აღარც ერთ აღარ გვიყვირს თქვენი ძმა რო არის ხო თქვენი ტყუპია 5 წლით უმცროსია ჩემთან შედარებით, მაგრამ ტყუპია ხალბატონო და ისიც მაყოფილი დარჩა. აბაზოღეთ. ბათუმზე გავახსენდა აჭარაში ყოველთვის მეკითხებიან. ირა ფერაი მაღალი რომ აპაცაი რომ ამწვალებს ირა მომწვალებს. შენი და გუჯას დუეტი როა. ჩემო მერაბ. შენ წლების მანძილზე იყავი ჩვენი სასიქადულო ანსამბლის რუსთავის სოლისტი. არა მარტო შენ, არამედ ჩვენი ძმა და მეგობარი ბადრი ჩიხიაშვილი ასევე რუსთავის სოლისტი იყო და წელს მას დებიუტი აქვს იუმორინაში პირველად გამოდის და ჩემო ბადრი შენთან როგორც ამჯერად იუმორინას დებიუტანთან მიუხედავად იმისა რომ გადასარევად გისნობს შენ მაყურებელი შენთან მინდა გადმოვიდეს სიტყვას და შენ რას მეტყოდი პირველ რიგში რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა დობისთვის და იმ სიაში რომ შევდივარ უკვე იმ მონაწილეთა სიაში რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში ესე ლამაზად მოიყვანეს მართლა დღემდე მაყურებლის წინაშე 25 წლის განმავლობაში ნამდვილად რთულია და ჩემთვის მართლა პირველად რუსთავში 2008 წელს რომ მოვხვდი იქ აღმოვაჩინე რომ თურმე იუმორინას წევრი მერაბ სამყურაშვილი ყოფილა სინამდვილეში ასევე ანსამბლ რუსთავის მომღერალი და ისე გამიხარდა და ისე მესიამოვნა გამოვიყენე მოკლედ საშუალება და შანსები რომ გავყოლოდი ერთ-ერთ დღეს რეპეტიციაზე და შევედით რეპეტიციაზე ხდება ქუჩის მუსიკოსების რეპეტიცია და ჩვენი დიდებული ადამიანი გივი ბერიკაშვილი ზის იქ და ელოდებით ასევე კახი კავსაძეს და ეკითხება ბატონი ჯემალი რომ სად არისო კი მაგრამ კახიო რატო იგვიანებსო და თურმეო წნევას აწევიაო წნევა აწევიაო და რაღაც გამოძახებაო წნევის დაწევა მთელი ამბავი და შეწუხდა სულ ყველა ხალხი შეწუხდა უი რას ამბობ კაცო და უი რო ნეტა როგორ არის აბა დაურეკე ერთი და ურეკავს კახი როდემდე უნდა ვატყუო ეს ხალხი რომ სპიკერზე
აგვიწყდა ყველას მოკლედ ისეთი კარგი მომენტი იყო და ისეთი საინტერესო რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ დღეს და დღეს ხო რა თქმა უნდა 10 ჯერ ბედნიერი რომ უკვე იმ შემადგენლობაშიო რომლებსაც ასევე უნდა წარმოგვიდგინოთ აქვე კიდევ ერთხელ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს 15 და 16 თებერვალს გაიმართება ჩვენი კონცერტები და ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე ბილეთები.g. ახლა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა დოდონასთან გადმოვიდე სიტყვით და ჩემო დოდონა, შენ გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ წინა წლის, ანუ 2024 წლის იუმორინას ნამდვილ აღმოჩენად იქეცი. წელსაც საინტერესო რაღაცებს ვამზადებთ მაყურებლისთვის, შენ რას მეტყოდი? პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, რომ მიმიღეთ იუმორინას ოჯახის წევრად და მაყურებელსაც, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც ყოველ წელს უყურებ იუმორინას ბავშვობიდან და უცებ შენ თავს ხედავ ტელევიზორში, ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო ეს ჩემთვის. და მთავარი, პირველად რომ შემოვედი ლომისში და გამოვიხედე, ხედავ სხვადასხვა აფიშები, ბათვალიერები, ბუმბერაზი ადამიანები, ბატონი კახი, ბატონი გივი, წარწერებით იუმორინა 2020, იუმორინა 2019. ვეძებ ახლა რომელია პირველი, ვეძებ და ვიპოვე იუმორინა 2000. დავფიქრდი და მე 2001 წელს ვარ დაბადებული. ანუ იუმორინა არის ჩემზე უფროსი. ერთი წლით არის ჩემზე უფროსი. რამდენი ხანია საუბრობთ და არაფერი გვიმღერია. ხო და რამე ექსპრომტად ვიმღეროთ ისეთი, რომელსაც სცენაზე არ შევასრულებთ. სცენაზე რასაც შევასრულებთ, ამას ნახავს 15 და 16 თებერვალს მომბრძანებული მაყურებელი ფილარმონიაში და მანამდე რამე ისეთი შევასრულოთ, ლამაზი, კეთილხმოვანი ქართული, ყველამ რო ვიცით და ყველას რო გვესიამოვნება. აბა ვცადოთ. Gusrad migla Messi tsotskhale Jarada mimata rebia Me khogudit khetebi Guli chemita lebia თქვენ ჩემო მეგობრებო, დანარჩენი კიდევ ერთხელ მოვიპატიჟოთ ჩვენი ძვირფასი მაყურებელი და შევხვდებით ერთად 15 და 16 თებერვალს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩვენ საიუბილეო კონცერტზე იუმორინა 2025.